ტექნოლოგიური კრიზისი. AI ბლოკავს ავტოინდუსტრიას. AI ძალიან ეხმარება ზოგადად ავტოინდუსტრიას და ავტომობილებს. ჩაშენებული სისტემები ავტომობილში რა თქმა უნდა AI-ით იმართება, ძალიან ბევრი და ძალიან კარგია, მაგრამ რა პონჩი ბლოკავს, რა სიტყვას ბლოკავს. საქმე იმაში არის, რომ თქვენ შეამჩნევთ ალბათ, ძალიან გაძვირდა ბაზარზე ჩიპების და მეხსიერებების ღირებულება, რაც გამოწვეულია იმით, რომ სოფლიოში არის კრიზისი, მოთხოვნა კატასტროფულად გაიზარდა იმის გამო, რომ ფაქტიურად ყველა ორგანიზაციაში ხვდებით AI-ს, AI რომ გამართულად იმუშაოს, ამისთვის საჭიროა მეხსიერება. შესაბამისად, ამ მეხსიერებების წარმოება კომპანიებმა რადგან მოთხოვნა ძალიან გაეზარდათ, გააძვირეს ეს ყველაფერი და ამ გაძვირებით საფრთხე შეუქმნეს ავტოინდუსტრიასაც, რადგან ავტომობილებში აქტიურად გამოიყენება მსგავსი მეხსიერების ბარათები და არა მარტო ბარათები, სისტემები შესაბამისად. ამიტომ AI-ის განვითარებამ უარყოფითი წვლილი შეიტანა ავტოინდუსტრიაში, რადგან ავტომწარმოებლებს უწევთ რომ გააძვირონ ავტომობილები, იმიტომ რომ მათ გაუზვირდათ ეს ეგრეთ წოდებული სოფტი და მომსახურება. საინტერესო ნიუსია, ნახოთ რა იქნება მომავალში, მე მგონია რომ ნაკლები AI იქნება გამოყენებული ავტომობილებში და საერთოდ არ ვემხრობი რომ AI იყოს გამოყენებული ავტომობილში რა ეს ჭკვიანი რაღაცეები თითქოს არ ვიცი. მანქანა უნდა ატაროს მძღოლმა ძმაო რა დაждდე წახვიდე რა იმენა გადართო შიშკარეში იყო კაი შეიძლება ავტომატიკა იყოს და ისა მაგრამ წადი რა ძმაო რა ვჭირდება AI და დავждდები და პოპკორნ შევჭამ და ან მიმიყვანოს და რაღაცა რა რავი ეგეთ რაღაცები სიმართლესაც არ მომწონს რა თუმცა ამაზე მუშაობს ჩვენთვის კარგად ნაცნობი ელონ მასკი და მსგავსი ადამიანები სოფლიოში რომ აი მაქსიმალურად გავამარტივოთ ყველაფერი და ასე და ისე და სისულელია რა მანქანა დაჯექი წადი რა